ეკოლოგები არიან ასე ვთქვათ მშობლები, რომელიც გვეუბნებიან თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენი სახლი იყოს მოწესრიგებული და კომფორტული საცხოვრებლად არა მარტო ჩვენთვის, არამედ სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ამაზე უფრო დეტალურად კიდე დაგველაპარაკება ჩვენი სტუმარი კახა გუჩვანიძე, გარემოს დამცველი, ჩვენი არაერთგზის სტუმარი და გამომაფხიზლებელი ამ კონკრეტული მიმართულებით. მოგძანდით თუ შეიძლება. ხო. შევაკდამ შვიდობის. შვიდობისა მოგძანდით. მოგესალმებით. გილოცავთ სვეტი ცხოვრებას საუკეთესო ასევე გილოცავთ. მაყურებელსაც ვილოცავთ ამ ცხინვალე დღესასწაულს. ახლა ძალიან ბევრს ახლაც ბევრი ვილაპარაკეთ, შესავალი გავაკეთეთ, ეს შეიძლება ტექნიკურად რო გავწელეთ გადაცემისთვის, ან უბრალოდ მართლა გვინდოდა რაღაცის თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ მართლაც ასე რომ გენერალურად რო გადახედოთ, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად მთელ სოფლიოშიც, ამაზე ბევრს ვლაპარაკობთ. და იმდენივეს ვაკეთებთ თუ არა, რამდენსაც ვლაპარაკობთ. ანუ მე მგონი ნაწილში გეთანხმებით რომ ბევრს ვლაპარაკობთ თემაზე ზოგადად. თუმცა გარემოსდაცვითი ცნობიერება არ არის იმ დონეზე როგორც უნდა იყოს ჩვენთანაც და არა მხოლოდ ჩვენთან ზოგადად სოფლიოში ჩვენ ცოტა ირიბი წარმოდგენა გვაქვს არასორი რომ ევროპის წამყვან ქალაქებში განსაკუთრებული სისუფთავეა, მაგრამ ადგილზე როცა ჩავდივარ და უყურებთ ბათუმი გაცილებით უფრო უკეთესად არის ნარჩენების მართვის კუთხით წარმოდგენილი, უფრო სუფთად ვინმე ისეთი წამყვანი მეგაპოლისები როგორც არის თქვათ პარიზი, ხო? თუნდაც სხვა თუნდაც რომი ან სხვა ქალაქები. Ну, რეალურად გრადი განვითარებისთვის გადასატყველი ნაბიჯები ძალიან ბევრია და ამ კუთხით ყველაზე მთავარი კონცეფცია, რა თქმა უნდა, არის ხელშეწყობა იმ თემისა, რასაც მწვანე ქალაქების ფორმირება და ზოგადად დაგეგმარება ქვია. Ну, სამწუხაროდ ეგ ჯერჯერობით ცოტა უფრო რთულია ამის გაკეთება, რაც ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული რა. კი ბატონო, ახლა მომივიდა თუ აი ეს დიდი ქალაქები რაღაცა და ხოა ცნება იქ რაღაც ნარჩენები დაბინძურება, ამით დაბინძურება და ტურისტებით დაბინძურებაც. ანუ ბევრი ადამიანი, ანუ ქალაქში რაღაც ზომა ხოა, ნუ რაღაც ფინების რაოდენობა, რაღაც ხალხის რაოდენობა და რაღაც სტუმრების რაოდენობა, იმიტომ სასტუმროებია. მაგრამ როდესაც ქალაქში 10-ჯერ, 20-ჯერ, 30-ჯერ მეტი ადამიანი შემოდის, ესეც ხო იწევს რაღაცა ისეთ. რა თქმა უნდა, ცხადია. ძვრებს, ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს ადამიანებიც მოიხმარენ ჯანგბადს, რისის საჭირო რაოდენობაც ის როგორც გვინდა იმ ხარისხით შესაძლო არ იყოს ქალაქში. აი სწორედ ამიტომ არის მწვანე ქალაქების კონცეფცია, აი 60-იანი წლებიდან დაიწყო ამის განსაკუთრებული პრომოუშენი და პიარი, რომელიც არსობრივად ეხა არ არის აკადემიური რაღაც განმარტება თუ რა არის მწვანე ქალაქი და რა არის ზოგადად მწვანე პოლიტიკა, თუმცა კრებსით იმცნება და კონცეპტუალურად მოიცავს კონკრეტულად იმ მიმართულებას, ოდესაც ჩვენ ვქნით ქალაქს, რომელიც ძირითადი ორიენტირი არის, ეკოლოგიური ბალანსი არის, გარემოსდაცვითი მდგრადი მმართველობა, კარგი ეკონომიკური ეფექტები, ენერგოეფექტურობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი ორიენტირი, რისი შემდგომ ჩასწრა ხდება სწორი ნარჩენების მართვა, სეპარირება, რეციკლირების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა განსაკუთრებით მშენებლობის პროცესში, ასევე იმ პარამეტრების დაცვა ატმოსფერულ ჰაერთან მიმართებაში, რომელიც დაცვაც აუცილებელია, რომ კონდეს პრეტენზია ჯანსაღ ჰაერზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სატრანსპორტო პოლიტიკას და ეს არის ძალიან კრებსითი და კომპლექსური ცნება, რომელიც არსობრივად ძალიან მოდური და პრესტიჟული გახდა ბოლო პერიოდში. აი მაგალითად, ამ კუთხით არის კოპენჰაგენი ძალიან გამორჩეული, სინგაპური ვიცით, რომ ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი მექა, რომელიც მწვანე ქალაქის კონცეფცია ძალიან კარგად განვითარებს და რაღაც დონეზე შესაძლოა ამ კუთხით ბათუმსაც გქონდეს პრეტენზია, თუ კი გადავხედავთ იმ ძირითად მონაცემებს და რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია იძლევა, ხო? ჩვენ გვეუბნება ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაცია, რომ ყველაზე მინიმალური სტანდარტი ეცუ მოსახლეზე გამწვანებული სივრცისა, ოღონდ გამწვანებული სივრცეც კრებსით იმცნება და ამას ცოტა მოგვიანებით ჩავშლი, უნდა იყოს 9-დან 10 კვადრატულ მეტრამდე. ეს არის ყველაზე უარესი მდგომარეობა, რაც შეიძლება ურბანისტიკაში იყოს. ეს არის მინიმუმი. ანუ 10 კვადრატული სიმწვანე თითო ადამიანს. 1 კვადრატულ ადამიანზე ერთ მოსახლეზე ეს არის მინიმუმი, რაზეც შეიძლება ზოგადად საუბარი დავიწყოთ ურბანისტიკასთან მიმართებაში. ეგ არის მინიმუმი. ამის შემდგომ თუ კი ვითვალისწინებთ, რომ გვინდა უფრო უკეთესი მდგომარეობა გქონდეს და მეტნაკლებად ინდუსტრიალიზაციაც არის წარმოდგენილი, არა? უნდა იყოს არაუმცირეს 20 კვადრატული მეტრისა ერთ სულ მოსახლეზე. ხოლო თუ ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ უფრო დიდია
მაღალი ინდუსტრიალიზაცია, გვაქვს სხვადასხვა საწარმოები, გვაქვს სხვადასხვა ფაქტორები, სტრესული გარემო მათ შორის და ავადობების მაღალი მაჩვენებელი ნოზოლოგების ამ შემთხვევაში 50 კვადრატზე უფრო მეტი. ნუ მოგვეჩვენება ეგ სასწაულ ციფრად, პირდაპირ გეტყვით, ამ ციფრებს აქვს თავისი დანიშნულება და ახსნა და ესე ვთქვათ, ტრაქტოვკა, როგორც იტყვიან, როგორც ჯანდაცვის ორგანიზაცია გეუბნება, მწვანე სივრცე ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი გარემო და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობის საწინდანი. მწვანე სივრცე არის წინაპირობა იმისა, რომ ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს კონტექსტ და ამას როცა რეკომენდაციას იძლევა, ცოტა უფრო სიღრმისეულად ჩადის და გვეუბნება მსოფლიო ორგანიზაცია, რომ მინიმუმ უნდა იყოს წარმოდგენილი სკვერები, ბაღები, ამას ცოტა მოგვიანებით ჩავშ, რომლის ფართობი არის ყველაზე მინიმუმ 9 ჰექტარი 5000 კვადრატული მეტრი. აი წარმოიდგინეთ და ისიც უნდა იყოს საფეხმავლო წოდომის არეალში, ანუ არა მცირეს 300-400 მეტრისა. აი ნახეთ რა მდგომარეობა ბათუმში. ჩვენ თუ გადავიანგარიშებთ ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენ გაცილებით მეც მივიღებთ 10 კვადრატული მეტრი ერთ სულ მოსახლეზე. რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური ბულვარი, უნიკალური პარკი და სხვადასხვა გამწვანებული ტერიტორიები. აი ახლა გადავამრავლოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ვждებით იმ სტანდარტებში, მაგრამ აქ არის მცირედი სპეციფიკა. ჩვენ მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 300 მეტრის წვდომის საფეხმავლო წვდომის რადიუსში უნდა იყოს ეს პარკები წარმოდგენილი და ბუნებრივია ის ვინც ბულვართან ცხოვრობს, როგორც სოფო და მეც იქ დაახლოებით 20 მეტრში ცხოვრობ, ჩემთვის ეს პრივილეგიაა და შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრობ აბსოლუტურად ჯანსაღ მდგრად გარემოში. ანუ გორგილაძის ქუჩაზე ვიც ცხოვრობს ცოტა აქეთ გორგილაძის რუსთაველი და ცოტა იქეთ მინოშვილი, რუსთაველი რო ვიანგარიშოთ უკეთესი იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხოვრობ განწონ გარემოში, მაგრამ ის ურბანი ტერიტორიები, რომლებიც არის ცოტა უფრო სიღრმეში წარმოდგენილი და არც თუ ესე ვთქვათ, ჯანსაღი ურბანისტიკით, ყოველგვარი კოეფიციენტების დარღვევით, მით უმეტეს სამიკეს კოეფიციენტი ჩვენ ხშირად კაორზე გვაქვს საუბარი, მაგრამ არის K3, რომელიც გამწვანის კოეფიციენტს გულისხმობს და ჩვენ ამ კუთხით საუბრობთ ახლა. რა მინდა გითხრათ? რეალურად დაგეგმარება იქნებოდა უკეთესი, თუ კი ყველა 300-400 მეტრში იქნებოდა წარმოდგენილი საფეხმავლო რადიუსი 300-400 მეტრში, ეს არც დიდი მანძილია და არც ძალიან მცირე, ადეკვატური მანძილია, ერთი სკვერი, ბაღი ან პარკი ან უკეთეს შემთხვევაში მათი კრეფსითი წარმოდგენა, იმიტომ რომ სკვერს აქვს თავისი განმარტება და მაგალითის გეტყვით, რომ აი დელფინარიუმ რაც არის ის არის სკვერი, ბაღი უფრო ფიზიკური პირების პრივილეგიაა, თქვა ეზოებში და თუმცა ბაღებიც არის თქვა ბოტანიკური წარმოდგენით, რაც უფრო მრავალ ასორტიმენტს მოიცავს ხემცენარეებისა და სხვადასხვა ტიპის ესე თქვა ბუჩქონებისა, ხოლო პარკი ეს უკვე ძალიან კრეფსით ხსნებაა და როგორც ბულვარი, პიონთა ყოფილი ესე თქვა ჩემდროინდელი პიონთა პარკი არის წარმოდგენილი. ანუ ჩვენ არ განვისდით პირდაპირ წესით ესე თქვა ჯანგბადის ნაკლებობას და მთავარი კონტრიბუტორი აღნიშნოთ, ხო? გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამწვანებული ტერიტორია, მთავარი კონტრიბუტორი არის შავი ზღვა. სამყაროში ყველაზე მთავარი კონტრიბუტორიც ზოგადად ჯანგბადის წარმოქმნის არის ოკეანები და წყალსატევები, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენი პრივილეგია სწორედ შავ ზღვისპირა ესე თქვა გაშენებული ქალაქია, რომლისთვის ჟანგბადის პრობლემა წესით არ უნდა იყოს სხვა დამაბინძურებლებზე, თუ არ გავაკეთებთ კონკრეტულ ვექტორს თუ არ მიმართავთ იქეთკენ და ეს დამაბინძურებლები პირდაპირ გეტყვით, რომ არსებობს გაუმართავი ტრაფიკი, როდესაც მწვანე ქალაქებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაგეგმარების სისწორეს. ეს დაგეგმარება უნდა იყოს კონცეპტუალურად განსაზღვრული, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკას თავისი როლი ენიჭება. მე აი მაგალითად და თვითონ განაშენიანებასაც, ხო? აი წარმოიდგინეთ, ბათუმი თავიდანვე არაერთხელ აღნიშნა თქვენს ეთერშიც, რომ ძალიან კარგად იყო დაგეგმარებული. ნებისმიერი ქუჩიდან, როდესაც გაიხედავთ ის ზღვისკენ, პირდაპირ ხედვა იყო ზღვის მხარეს. ანუ ქალაქი მიავდებოდა და ქარის მასები, რომელიც შემოდიოდა, ერთგვარ ქვაბს ქმნიდა, რომელიც მიკროკლიმატს ქმნიდა ამ ქალაქისთვის. დღეს ეს ფუფუნება ამ ქალაქმა დაკარგა, გარდა იმისა, რომ მიკროკლიმატი შეიცვალა, ხარისხობრივად და წარმოდგენილი ატმოსფეროს ჰაერში წარმოდგენილი მავნე ნივთიერებები გაცილებით უფრო მეტია, განსაკუთრებით ტყიშეწონილი დისპერსიული ნაწილაკები და არა მხოლოდ ეს მშენებლობა, გამონაბოლქვი და ასე შემდეგ. მშენებლობა, არასწორი ტრაფიკი, ხშირ შემთხვევაში ხა ვინც საჭესთან ვზივართ, ხედავთ უამრავი გაუმართავი მანქანამეტი ჩვენს წინ დღის მანძილზე მინიმუმ ორ შეხვდებით ალბათ, რომელიც თვალსაჩინოდ აკვამლიანებს ამ ყველაფერს და ეს ბუნებრივია, არცად არ მიდის ეს საბოლოო ჯამში ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. გარდა ამისა, როცა საუბრობთ მწვანე ქალაქების კონცეფციაზე და ზოგადად მდგრად მართვაზე, უნდა გავითვალისწინოთ რა არის პარკი. ჩვენ გონია რომ ხშირად ვამბობთ, მოდი დეტალებში ჩავიდეთ. აი ჩვენ გონიათ რომ აი კორდი გავაკეთე, ბალახოვანი რაღაც ესე თქვათ მინდორი გავაშენე, რაღაც რამოდენიმე ნარგავი მივიტანე და დამთავრდა. ეგ შეიძლება ვიანგარიშოთ. არა, ბოდიში, მაგრამ ეგ არის მეცნიერება. ზოგადად ეკოლოგიაც გარკვეულწილად დისციპლინა და ბოტანიკა, ბიოლოგია ეს არის მეცნიერება,
სადაც განსაზღვრულია თითოეულ ხეს რამდენი ჟანგბადის წარმოქმნა შეუძლია დამცირკში რა მონაწილეობას ღებულობს. აი წარმოვიდგინეთ, მაგალითისთვის, აი ყველაზე საუკეთესო ჟანგბადის წარმოქმნელი ჩვენთვის არის მუხა, ну განსაკუთრებით კოლხური მუხა რა, რომელიც იმდეს წარმოქმნის, რაც საკმარისია თქვა დასრულ მუხაზეა საუბარი 10-12 ადამიანის სრულად უზრუნველყოფისთვის ჟანგბადი. წლის განმავლობაში, წლის განმავლობაში. გარდა ამისა, არყისხე, გარდა ამისა, ფიჭვი, რომელიც მარადმწვანეა და ტყვის ესე ვთქვათ, ამ ნაწილაკების შეწოვის და შემდგომ გადამუშავების უნარი გააჩნია. აი ეს ყველაფერი ერთად მაგალითისთვის რო გავაკეთოთ მინდორთან მიმართებაში. ერთი ზრდასრულ ხეს ხო შეუძლია ორი ადამიანი და ცოტა მეტი გამოკვებოს ჟანგბადით უპრობლემოდ. აქ ზრდასრულ ხეზე გულისხმობ 10-12 მეტრის სიმაღლის ხეები. მაგრამ მუხას ასლოვან შეუძლია გაცილებით უფრო მეტი გამოკვებოს არა ჟანგბადი და მიაწოდოს ეს ჟანგბადი. მიიღოს გარდა ჟანგბადის სვლისა მონაწილეობა, ასევე მტვრის შეწოვნაში და ამ მისი ფოთლოვანი გარსის სიუხეში ამის ძალიან კარგი წინაპირობა როგორც ვერხვისა. მაგრამ შედარებას თუ გავაკეთებთ, ნახავთ რომ 150 კვადრატულ მეტრზე გაშენებული კორდის კოეფიციენტი, რასაც წარმოქმნის ჟანგბადთან მიმართებაში, უდრის ერთ მუხას. ანუ ერთი მუხა აკეთებს იმას, რასაც 150 კვადრატული მეტრი და ცოტა უფრო მეტი ჩვეულებრივი ბალახოვანი საფარი და კორდი. ანუ მე არა ვარ ბალახოვანი საფარის წინამდე, თუ კი ეს ყველაფერი მოხდება თემატურად და კონცეპტუალურად, რაც გულისხმობს საფეხუროვან გამწვანებას. პირველი, რა თქმა უნდა, ბალახი ჟანგბადზე ეკოლოგიურ ციკლში თავის როლს ასრულებს, მაგრამ ისეთი ბუჩქონები, როგორც არის ტუია, როგორც არის ბარბარის, როგორც არის ლუგუსტრუმი და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჟანგბადის ტყის შეკავებაში. ჩვენ ხომ 2 მეტრის რადიუსში ვსუდგავთ, განსაკუთრებით ეხა სიმაღლიდან გამომდინარე, აი სწორედ ესენი ქვედა შრეში ასრულებენ ძალიან კარგ როლს. აი ხეები უფრო ზედა ნაწილში იკავებენ, წარმოვალ ამ მავნე ნივთიერებებს, ტყის შეწოვნილ ნაწილაკებს, არამხოლოდ ნაწილაკებს, მავნე თბურაირებს მათ შორის და შემდგომ ამ ციკლში ახვედრებენ. ანუ როცა ვსაუბრობთ გამწვანებაზე, ლანდშაფტურ დაგეგმარებაზე, ამას ჭირდება სკრუპულოზური დაკვირვება, აღქმა იმისა და გააზრება და ჩამოყალიბება მიზნად ჩვენ რისი მიღება გვინდა. ბათუმში რისი პრობლემა გვაქვს? გამონაბოლქვის მოდი დავკონკრეტეთ როგორი PM2.5 და PM10 ნაწილაკებისა, რომელიც განსხვავებულ პრობლემას ქმნის, არა? გარდა ამისა აზოტის დიოქსიდისა, რომელიც არც უკვე ისეთი მაღალიც არ არის. მოდი დავრგოთ ისეთი, თქვა გამწვანება გზაგამყოფებზე, რომელიც სწორედ მეცნიერულად განსაზღვრული იქნება, რომელი გვირჩევნია, ჭადარი თუ ვერხვი, თქვა საუკეთესო იქნებოდა ალბათ ჭადარიც, ვერხვი, წიწმოვნება ქვედა ნაწილში ტუია ლუგუსტრუმი წარმოდგენილი ბარბარისთან ერთად და რა თქმა უნდა ბალახოვანი საფარი, რაც ჯამში თლიან ეფექტს მოგცემს, როგორც ჟანგბადის მიღების კუთხით, ეფექტს მოგცემს ტყის, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ნაწილაკების დაკავშირებით მისი შემდგომი უკვე ჭალებში რეალიზაციების. მივხვდი რომ არაფერი არ ვიცით ეკოლოგიის შესახებ. აუ, საინტერესო. რაც შეიძლება მოკლედ ვისაუბროთ, იქ არის სხვა სიღრმეებიც ბუნებრივია. ამიტომ ვამბობ ხოლმე, როდესაც კონცეფცია იქმნება ქალაქის ლანდშაფტური დაგეგმარებისა და ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს პრეტენზია და ბათუმს მართლა აქვს საშუალება იმის, აი გუცბელად გეტყვით, მე თავად გახდეთ გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ქალაქ ბათუმის მერიის და ძალიან კარგად ვიცი რა რესურსი აქვს ამ ქალაქს. სწორი დაგეგმარებით, პროფესიული მიდგომით შეიძლება სწორედ იმ ლანდშაფტური დაგეგმარების შექმნა, რომელიც იმოდენა ეფექტს მოგცემს, რომ გავისურვოთ, რომ მერის შეთქმული აირების ემისიის შემცირების მხარეც არის ბათუმი და მერების შეთანხმების ამ კუთხითაც მივიღებთ ძალიან დიდ და მოსახლეობის პასუხისგებლობა ამ შემთხვევაში. მოსახლეობის პასუხისგებლობა იქნება განსაკუთრებულად, აი გაგიკვირდებათ, გეტყვით, განსაკუთრებულად ცოტა და მინიმალური მაშინ, როდესაც იქნება სკვერები, იმიტომ რომ ჩვენ რატომაც გონიათ, რომ სკვერი არის მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიური ეფექტი. არა, სკვერი არის ფსიქოლოგიური ეფექტი, ფსიქოსომატური ეფექტი. სკვერი არის ის, რაც საერთო ჯამში ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება ძალიან კარგად. ეს დადგენილია სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ოღონდ სკვერი, რომელიც ჩემი სახელიდან არა 2-3 კილომეტრის მოცილებით არის, არამედ სკვერი, რომელიც კნეფსითად ბაღსაც მოიცავს და პარკსაც მოიცავს, ოღონდ კარგი ასორტიმენტი თქვათ და არა იმით, რომ რაღაც დავრგე ხშირ შემთხვევაში თქვენ არ აკვირდებით, მაგრამ არის წარმოდგენილი საკარანტინო მცენარეები. აი, როდესაც ბავშვს ასეირნებთ, აი მაგალითად ოლეანდრასთან, აი თქვენ შეიძლება არ იყოთ ინფორმირებული და ბავშვმა რომ ეს წაიღოს პირში და თქვათ ან დასრისოს და მოხდეს, ახლა მე არ ვამბობ ლეთალურად დამთავრდება, მაგრამ ტოქსიკაციის, ინტოქსიკაციის შანსი არის საკმაოდ მაღალი. არის ესეთი მცენარეები, რომლის დარგვასაც თავისი სპეციფიკა გააჩნია. მაგნოლია თავს დგეს, ვიცი ბავშვი. მაგნოლიას თავისი მინუსები აქვს, თუმცა გრანდიფლორას თავისი პლუსი
პლუსებიც გააჩნია, კლიმატის მიკროკლიმატი შექმნა ძალიან კარგ როლს თამაშობს, აი დაგეგმარება უნდა მოხდეს პროფესიონალების მიერ, რისი მიღება გვინდა ამ ქალაქში. აი როგორც ბულვარია თავის მნიშვნელოვანია მზის სხივები, როდესაც ეცემა დილით იოდი გამოიყოფა თან ზღვასთან ახლოს და ძირითადად პატარებს ამ შემთხვევაში ვასეირებს. მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ბათუმში რომ მოგვარდეს სატრანსპორტო, მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა გაკეთდეს ისე, როგორც ევროპულ ქალაქებისა ყველაზე მეტად რაც მოხდეს. ნარჩენების მართვის კუთხით პირდაპირ გეტყვით, რომ ბათუმი გაცილებით უკეთესად არის წარმოდგენილი. გვიდნენ რომელიღაც სოფლიო მეგაპოლისები. იმათაც აქვს ეგ პრობლემა, ეგ ბუნებრივია, ამდენი იმიგრაციის პირობებში ეგ პრობლემა ყოველთვის იარსებებს. ამაზე შევთანხმდეთ და ამის უამრავი მაგალითი არსებობს მეგაპოლისებში. ჩვენთან ეს მიგრაციის დონე არ არის, ჩვენი პლუსია და შეგვიძლია უფრო მდგრადად ვმართოთ ეს ყველაფერი და გარდა ამისა, ხაერის პრობლემა არის განსაკუთრებულია ის, რომ ქალაქი ვერ ნიავდება, როგორც ადრე ნიავდებოდა, ამის ბრალი არის ქაოტური ურბანისტიკა, რამაც პირწმინდად შეუწყო ამას ხელი და სწორედ ამის მიზეზია, რომ არასწორი მშენებლობები და ურბანისტიკით და იმ სტანდარტების არ დაცვით, რაც ძველი წესით დამუშავებას გულისხმობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ეს ნაწილაკების დისპერსიული სიჭარბე და გადაჭარბებაზე ნორმატიულ მაჩვენებლებზე არის ხშირად ატმოსფერულ ჰაერში, მიწისპირა ოზონი ასევე და სხვადასხვა მავნე-ფურიერები, თუმცა პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არა გვაქვს ფონური მონაცემები, სამწუხარო რეალობა და ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ზუსტად ამ მდგომარეობა გვაქვს ქალაქში. ჩვენ ვსაუბრობთ ჰიპოთეტურ დონეზე მხოლოდ და მხოლოდ. ეგ არის უბედურება, იმიტომ რომ ორი ავტომატური სადგური გვაქვს წარმოდგენილი, რაც არ არის საკმარისი, რომ ფონური მაჩვენებლები. ანუ მაინც უფრო მეც ვლაპარაკობთ, ვიდრე ვაკეთებთ. ამის დავიწყებთ თავი. ბუნებრივია გარემოს დაცვა და ეკოლოგია არის ხარჯი ეფექტური, რომელსაც საკმაოდ დიდი დანახარჯები ახლავს, მაგრამ ეფექტიც აქვს ძალიან მაღალი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ცოცხლები და ჯამთელები. განსაკუთრებით აი ბათუმისთვის მახასიათებელი გამწვანება მე მახსოვს ჩემ პერიოდში დავიწყე ძველი რენდერების, სურათების საფუძველზე ახალი ვიზუალი შექმნა ბათუმის გამწვანებისა, რაც გულისხმობდა კიპარისებს, რაც ჩვენთვის ვაშინგტონიებს, პალმებს, ბამბუკებს და მინდაგითად ბამბუკი არის ბალახოვანი და 35%-ით მეტ ჟანგბადს წარმოქმნის, ვინმე იმავე ფართობს გაჩენებული სხვადასხვა ტიპის სხვა მცენარეები. ანუ ბულვარში ის მონაკვეთი სადაც ბამბუკები ეს განსაკუთრებულად ჟანგბადით სავსე, თუმცა ბამბუკი არ არის ბამბუკი ბალახოვანი, თუმცა რა მნიშვნელობა გამეტაბზე გამწვანებაში თავის როლს ზომით გამბევრი ტირიფებიც გვაქვს. დიამეტური შეკითხვა შეიძლება, ანუ ყოველთვის ბავშვობაში განსაკუთრებით ქონდა ეგ შეკითხვა, თუნდაც ამ ნაძვების და რაღაცების გამო ხილის ხეებს რატო არ გავდნენ მაგალითად კუჩაში? აი ხილი. ძალიან ეფექტურია. სხვათა შორის როწეულის ხეები, გეთახმებით, მუშმულას ხეები, რომელიც ფორმულით ძალიან კარგად ექვემდებარება, ასევე ფორთოხლის ხეები, რომელიც წარმოდგენილია არაერთ ევროპულ ქვეყანაში და მათ შორის ესეთი სახეობები, რომლებიც ვიზუალურად შეიძლება ძალიან პრობლემური იყოს, მაგრამ მისი უხეში ზედაპირ ფოთლოვანი ნაწილის უხეში ზედაპირისა და ხორკლოვანი ზედაპირის გამო ძალიან კარგი შთამთქმელები არიან. მთელი შანზელიზე გაჩენებული არის ცხენის წაბლებით. ხო, ერთი შეხედვით არ არის ძალიან ეფექტური ხე ვიზუალურად. ბათუმში ადრე იყო ცხენის წაბლი ძალიან ბევრი. თბილისშია ძალიან ბევრი, თბილისში არის ძალიან ბევრი და ძალიან კარგ როლს ასრულებს ეს ყველაფერი და მათ შორის სხვადასხვა ტიპის ხეხილოვანი სხვათა შორის ევროპის მორგანზე გვაქვს ჩვენ ციტრუსოვანი ხეები. დიახ, აი როდის გამოისწრაფ. ნუ ჩემთვის ეხლა, აი როცა ამოვიღეთ მონაცემები ბათუმთან დაკავშირებით, ბათუმს ჰქონდა კონკრეტული ასორტიმენტი, ხელმძღვანელობრივი ასორტიმენტი, სადაც წარმოდგენილი იყო ისეთი მცენარეები, რომლებიც ძალიან კარგ სუნლებს ქმნით. აი მაგალითად, ავიღოთ პალმები, ავიღოთ ოსმანთუსი. აი ოსმანთუს თავიდანვე საფრანგეთში, როცა ოდიკოლონები ჯერ კიდე არ იყო შემოსული სუნამოები, ჯენტლმენები იქაური, აი ოსმანთუსის ყვავილი ჩაიდებდნენ ხოლმე, აი ძალიან მკვეთრად გამოხატული სასწავლო სურნელის გამო. ძალიან კაკ ფორს ქმნიდა ოსმანთუსები ბათუმისთვის. იგი გრანდი ფლორა. დაფნა კი ბატონო, ტურიები განსაკუთრებით ბულვარში უნივერსიტეტის წინ განსაკუთრებულ მცირე მონაკვეთზე, მაგრამ პატარა, მაგრამ მიკროკლიმატს ქმნის საოცარს და იმათ ვიცით ეს ყველაფერი. მე მაგალითად ეხა როცა დროს ნახულობ ყოველთვის მიყვარს ხოლმე იქ გაბლა, კონკრეტული ის მონაკვეთი არის გამოხატული, ესე ვთქვათ, მიკროზონა, სადაც ყოველთვის ძალიან განსაკუთრებული სხვათა შორის ასევე გვაქვს იაპონური ბაღი და იქ განსხვავებული მცენარეებია. იაპონური ბაღის თემა შეიქმნა 2012 წელს. მე მახსოვს, რომ იქ საკურები დაერგა. მოდით პირდაპირ გეტყვით, საკურა არ არის ის ჯიში, რომელიც ჩვენთან ბოლომდე ადაპტირებადია. უფრო დეკორატიული. უფრო ბოლომდე ადაპტირებადი, რომელიც ის ეფექტი მოგცა, რაც საჭიროა. ბათუმს ჰქონდა ეს ეფექტი, როგორც იყო ფორმირებული ტუიების მარაგები, ქაფურის ხეები, რომლებიც ძალიანად არის გამსაუბრებელი ქუჩაზე წარმოდგენილი, ძალიან კარგი ეფექტს ნიშნავს, მარადმწვანეა. ისევე წიწონები იყო ყველა რა, განსაკუთრებით კიპარისები და ჰორიზონტალური გამწვანება, თქვათ იგივე პეტუნიები, ტუიები
გემების ალვები, რაც თავიდანვე იყო წარმოდგენილი და ძალიან კარგ ფერთა გამასთან ერთად იმ ეკოლოგიურ ეფექტს ქმნიდა, რაც ქალაქისთვის ერთგვარი სურნელი შექმნილი იყო. ამას ემოდებოდა სწორი დაგეგმარებაც და საბოლოო ჯამში ის ქვაბივით კეთდებოდა, რომ ერთი სურნელი იქნებოდა, რაც ბათუმისთვის სხვათა შორის ცხოველებს რო შევეხოთ, დილით მე ძალიან ხშირად ვარჯიშობდი და ნაძვებზე ბევრი ციყვებიც შემინიშნავს ხოლმე. არის ციყვები და ვარდებოდა. აღარ მხვდება. კი, საკმაოდ აგრესიულია ციყვები. იყოს აგრესიული. ხალი არსება. ეს სინამდვილე. ისა ახლა როგორი მდგომარეობაა? ციყვების თვალსაზრისით, ანუ აი პატონკო მე არ მხვდებოდა. დავრგოთ? არა. გავამრავლოთ. ხო, ნუ ბათუმის ბულვარი ეგ არის უნიკალური მოვლენა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ რავი ხე თუ შედარებას გავაკეთებ, ლუქსემბურგის პარკს შევადარებდი პარიზის ლუქსემბურგის პარკს, აი ის ჯობია ბათუმის. დელფინები როგორ არიან დელფინები? რა გითხრათ ხა საოცრება. მე სიღრმე მაკლია სხვათა შორის. აი აქეთ როგორი ღრმაცაა, მინდა რომ იქითაც ღრმა იყოს ბულვარი, რომ აი რაღაც პარკები ხო გაქვს ნანახი, როცა შედიხარ და მართლა არ შესასვლელს ხედავ და არც გამოსასვლელს. ანუ კონკრეტული დიდი ტერიტორია მინიმალისტური სტილია ბუნებრივი ეგრეა წარმოდგენილი მასაც ძალიან მინდა ასე რომ გავცრე იქ როგორც ბოტანიკურში. კი, აი მაგს ნუ ბოტანიკურ ბაღზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ეგ მართლა უნიკალური სპოტია, რაც კი შეიძლება და ასეთი მინდა აქაც რო იყოს. სურვილი მაქვს უბრალოდ რა. მე შეგახსენებთ ძალიან ხარჯიანია გამწონება. მე მახსოვს მარტო ზაგამყოფებზე როცა იგი იქნებოდა ჩიტავარდების ვაშლების რომელიც ძალიან კარგი რეზისტენტური მცენარეა და ზაგამყოფებზე იმოდენად დიდი თანხა გამოდიოდა გასაგებია რომ კარგი ეფექტს ღებულობთ, მაგრამ შევთავაზეთ იმას, რომ გამწონება არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება და მისი მდგრადი მართვა და მომსახურება კიდეც ალკეს. თუმცა იქიდან სიარულით ძვირია. ექვით და კაი განსაკუთრებით აი ამიტომ არის მწვანე ქალაქების კონცეფტი და კონცეპტუალურად კრებსითი მცნება, რომელიც მოიცავს როგორც სატრანსპორტო პოლიტიკას, ისევე გარემოსდაცვის ეკოლოგიურ ეფექტიანობას, ისევე ენერგოეფექტურობას, მოიცავს ნარჩენების სწორ მართვას, სწორ ურბანისტიკას და მის დაგეგმარებას. შევთავაზეთ, რომ ჩვენ ეს რაც არის წარმოდგენილი, ურბანისტიკა ვეღარაფერს ვეღარ უშველით. ეხლა არის საუბარი იმაზე, რომ რაც გვაქვს ის როგორ შეგვიძლია გამომჯობესო. თქვენი აზრი და რა დასაწყისში თქვით და ძალიან ხშირი ეგეთი წარმოდგენა მაგალითად მე მინახავს ბრიუსელში, აი თქვენ რო თქვით ჰორიზონტალური ისა ვერტიკალური გამწვანებები თვითონ სახლებზე. ამასაც აქვს გარკვეულწილად ეფექტი, თუმცა ეს ის ეფექტი არ არის, რამაც შეიძლება ვთქვათ განსაკუთრებით ვიზუალურად და თქმა მაინც ცნობიერების ანუ ჟურნალის გარეკანებით არის. ცნობ ძალიან კარგი ფერთა გამოიქნება რაღაც ეფექტს, რა თქმა უნდა აკეთებს, მაგრამ აი სახლში რომ მაგალითად მოვუარო ყვავილებს და ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი მცენარე სახის. თვითონ ყოველ ადამიანს თუნდაც არის გამოცდილების თვალსაზრისით კაქტუსი არის გენიალური როგორც ვიცი, ვინც ყოველდღიურად მუშაობს. ხილათ უნდა იყოს სწორი შერჩევის შემთხვევაში. უჟანგბადოთ არ დაჭერთ საძინებელში, ხო და მართლა ამას უხარით რომელია სახლისთვის. არა, ნუ ამას უფრო დეკორატორები და ბოტანიკოსები ხარ მე ანუ შეიძლება რაღაც მომენტში აღმოაჩინოთ რომ ჰოტელომ კი არ მიაღწევდეს დემონა ყვავილები ქონა საძინებელში. კარგი, სანამ გაგიშოთ იცით რა უნდა კითხოთ, სავარაუდოდ ხშირად მოგზაურობთ. თუ შეგინიშნავთ უცხოეთში კორპუსების თავზე, არ ვიცი, უამრავი მცენარე, ხე აივნებზე. ნუ ამას თავისი გათვლა ექნება სავარაუდოდ გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი შეხედულება აქვს. როგორ ფიქრობთ, ანუ ჩვენს კულტურაშიც რო გადმოვიტანოთ მსგავსი გაფორმება კორპუსების, რომელსაც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება არ ექნება, თუ გვექნება რაიმე ისეთი წინსვლა ამ მხრივ? შემინიშნავს ზუსტად მახსოვს ამსტერდამში და ბრიუსელში. შესანიშნავი იქნებოდა რომ ეს გადმოვიდეს ჩვენს რეალობაშიც. ყველაფერს თავი დავანებოთ. ერთი პატარა სკვერი თუ სახურავსიც იქნება წარმოქმნა, სადაც შეგვიძლია ადამიანმა შვილთან ერთად დაუკვირდეთ და სწორი ასორტიმენტით იყოს შერჩეული და მოვლენიც რა თქმა უნდა და ამის მენეჯმენტება მოგვარდება, მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება. ანუ სარგებლობა უფრო მეტი ექნება თუ ვიზუალური მხარე? უფრო ალბათ ვიზუალური სარგებელიც ექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ რომ სამ საფეხუროვანი გამწვანება მე ტყუილად არ ვახსენე, იმიტომ რომ ჩვენ პირველ წარმოგნა ხაერს 2 მეტრამდე სიმაღლეზე ვსუნთქავთ. და თქვენ იმაზე ლაპარაკობთ რომ სულიერ ჰიგიენაც მნიშვნელოვანია. და ბედნიერი ხარ და სახურავზე ლამაზი ხე გაქვს და პატარა ბალი არ ვიცი გადავეკიდე ამ ბალს დღეს. ბროწეული. ბროწეული ძალიან კარგად ჯდება ჩვენს იყოს ძველი ესე ვთქვათ ჩვენს ძველ გამწვანებაში იყო აქტიურად წარმოდგენილი, ბროწეული ძალიან კარგად ჯდება და ის მათ შორის საგარანტიო მცენარეებიც იყო წარმოდგენილი, მოდი სინათლე ვთქვათ, მაგრამ რაღაც დონეზე ეს ყველაფერი ეს ფორმირებული ტუები განსაკუთრებით ბათუმთან მიმართებაში ქმნით. აი ის ასორტიმენტი რაც არის წარმოდგენილი ძველ ბულვარში. აი თუ დააკვირდებით
წარმატებით და შედარებას გააკეთებთ, ცოტა უფრო სხვა არის წარმოქმნილი ახალ ბულვარში. მუხა ლიდერობს. მუხა ლიდერობს. არა მხოლოდ ჟანგბადი რამდენად ბევრი მუხა აქვს? ნუ რუსთაველის ქუჩაზე არის დომინებული კოლხური მუხები, როგორც მახსოვს. არ არის მუხები ბევრი, გულწრფელად თქვა, მაგრამ ფიჭვები გვაქვს წარმოდგენილი და ფიჭვი ცოტა ქვევით, მაგრამ ნუ თათ ლიდერი, ერთ-ერთი ლიდერია, ვერხვები არის წარმოდგენილი, ერთ-ერთი ლიდერია, ჭადარიც მის ფუნქციას ასრულებს. ევკალიპტების უკვე აუცილებლობას მე ამ ქალაქში ვერ ხედავ და უფრო ჯაობი აღარ არის საკმარისად, ხო? სხვადასხვა ახლა დავაკვირდი, რომ სიმღერებში თქვენ რა ხეების ჩამოთვალეთ ფუნქციურად რაც ჭირდება ადამიანებს, ყველა ხეზე მღერი ვართ. ჭადარზე მღერი ვარ. კირიფებზეც. ხო და ხალხო ნეკერჩხალი გამომშა ბოდიშვილი განსაკუთრებულად არის წარმოდგენილი ნეკერჩხალი და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რაღაც ძალიან მოცულობითი მაღალი ტაქსაციის კონე, მაგრამ ეს ნეკერჩხალს აქვს განსაკუთრებული უნარი, რომ მისი ფართო ვარჯის გამო ძალიან კარგი. არა, არის ჩვენთანაც წარმოდგენილი ბოტანიკურში განსაკუთრებით, არის ბულვარში წარმოდგენილი და ახალ ბულვარში და ალაგ-ალაგ გვაქვს სხვადასხვა ჯიშები. ეს მოკლედ ულევი თემაა და იმედი გვაქვს სხვა კუთხითაც ამაზე ვილაპარაკებთ, როდესაც გეცლებათ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენს გადატვირთული ხართ და ამაზე არ მარტო საუბრობთ, არამედ ამის მიმართულებით ბევრი რაღაცის კეთებით და ჩვენც რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მივყვებით და თემატურად შევეცდებით, რომ ყველაფერი გავაშუქოთ, იმიტომ რომ მაინც უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ყოველი ჩვენგანი პასუხისგებლობაცაა, თუნდაც ავის დაწყებული იქიდან რომ ავირჩიოთ ხალხი, ვინც ამ ყველაფერს მიხედავს და იქამდე მისული, რომ ჩვენ თვითონაც არ დავაბინძუროთ ყველაფერი, იმიტომ რომ ახლა ერთის შენ რასაც ამბობდი, ხო, ყოველ ჩვენგანს კი შეუძლია ის მინიმალური სამყოფი 10 კვადრატული მეტრი ბალახი დარგოს, მაგრამ ამას ჯობია ვიღაცა სისტემურად მიხედავს და ჩვენ ბალახი არ ყოფს ეგანთი. ნუ ხუმრობით ამბობ და ჩვენ სხვა რაღაცები ვაკეთოთ, რაშიც უკეთესები ვარ და ყველამ თავის საქმე. და ხშირად ცნობიერების ამაღლების კუთხით აი ესეთი სტუმრები უნდა მოვიწვიოთ, იმიტომ რომ დღესაც ჩვენც კიდევ ბევრი ახალი რამ გავიგებთ და გავითვალისწინებთ და მხოლოდ არ ვისაუბრებთ, გავითვალისწინებთ. გარემოს დამცველი